Ყველას მოგესალმებით, მეგობრებო, ეხლა ჩავუჯექი კიდე რაღაც ინფორმაციები მოვიძიე გურამ დადიანიძის მომხდარ ამბავთან დაკავშირებით, რა ხდება მის ირგვლივ და ესე იგი გამოვშტერებული ვარ, გამოვშტერი დედასπიცა ვარ. ესე იგი რა ხდება რა? მე როგორც თქვი და როგორც თავიდან ვახსენე, იგივე პოზიციაზე ვდგავარ. რეალურად აქ ეს ხელწერა რომ სოფო ბიბილაშვილის მიერ გაცხადებული ის საკითხი, რომ 12 წლის წინ შვილი გაუჩინარდა და კვალი დღემდე არავის არ უნახავს, სად არის, ეს გააღიზიანა გურამ დადიანიძის სანათესაო, ესე იგი სოფოს მეუღლის სანათესაო და რომ მათ დაუწყეს სოფოს ბულინგი, მათ დაუწყეს სოფოს ზეწოლა, მათ დაუწყეს სოფოს ესე იგი ზუსტად ის ხელწერა, რომელიც აქვს საპატრიარქოს საზოგადოებას, საგიჟეში წაიყვანეთ ეს ქალი. ანუ ეს არის ერთ-ერთი საპატრიარქოს ხელწერა, აი ამაში დარწმუნებული იყავით. იმიტომ რომ არაერთხელ ვთქვავს ჩემს პირადად ჩემს სისხლ ძმას, სისხლით ხორცის ძმას, როდესაც მოგვსვლია ჩვენ კამათი სხვადასხვა აზრთა სხვაობაზე, რომ გამოუძახეთ საგიჟეში წაიყვანეთ. ეს არის საპატრიარქოს ხელწერა, მეგობრებო. არც მეტი, არც ნაკლები, ეს ხალხი არაფერს შუაში არ არის, ეს არის ჯადო. დიდი ჯადოა გაკეთებული იმ ხალხზე, ვინც საპატრიარქოში მოღვაწეობს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმ საკითხს, ძალიან დიდი ბოდიში ყველა ადამიანთან, ვინც მართლა გულწრფელად მორწმუნე ხართ და იცით რა, მე მინდა გითხრათ, რომ მეც ვიყავი მორწმუნე, დაჟე ისეთი მორწმუნე ვიყავი, რომ ილია მეორეს მოვანათლინა ჩემი მესამე შვილი და არ მინდა რომ იმედები გაგიცრუოთ, აი მე რომ პირადად იმედები გამიცრუდა საპატრიარქოსთან, თქვენ იგითი არ იცით რა, თქვენ უბრალოდ არ იცით, მე რომ შოქში დამტოვეს მაგათმა საპატრიარქოს წინ ილია მეორის კართან, ილია მეორე რომ სახში იყო და ჩვენ გარეთ ვიდექით და ძაღლად რო არ ჩაგვაგდეს. არ მინდა იმედები გაგიცრუოთ, მაგრამ მე ვხედავ მაგათ ხელწერას, მე ვხედავ მაგათ დაცემულობას, მე ვხედავ თუ რამხელა უბსკრული დგას საპატრიარქოსა და ქრისტეს შორის და იცით რა არის, მეგობრებო, მე ამას კი არ ვიყენებ ჩემი, აი ამ ვითარებას რაც ახლა ხდება, კი არ ვიყენებ ჩემი გაправებისთვის და საერთოდ რა შუაშია ეს რა. პირდაპირ გეუბნებით, რომ ეს არის ის, რასაც მე ვხედავ, რაც ბიოლოგიამ დამიდასტურა, ეს არის ის, რაც რეალურია. ბავშვი არის ბერად აღკვეცილი. ამას დაადასტურებენ ამას და ნახავთ, რომ მართლა ესია. ბავშვი არ არის მკვდარი, მამიდამ არ გაიმეტა ბავშვი მოსაკლავად. არც მის სანათესავება, კლასელები კი არ ყოფილან წასული, მთელი სანათესაო ყოფილა წასული, რომელიც მამიდას ორგანიზებული ყოფილა ეს საკითხი. და კიდევ ამასთან დამატებით გავიგე ის საკითხები, რომ ეს ბავშვი არ ვიცი ახლა რამდენად მართალია გაჟღერება შეიძლება არ შეიძლება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში გავიგე მე ისიც, რომ გაჟღერდა სოციალურ სივრცეში გაჟღერდა, რომ ეს ბავშვი როგორც ჩანს შეესწრო მამიდასა და მისი მეჯვარის სასიყვარულო ურთიერთობას და იცით რა საინტერესო რამეა? საინტერესო რამეა ის, რომ აი პირდაპირ კავშირშია იმ საკითხთან, რაც მე გავაჟღერე, თამარი რო შეესწრება მამიდასა და მისი პირადი მცველის სასიყვარულო ურთიერთობას. აი ძალიან საინტერესო ვითარებაში პარალელები გავავლა ეხლა რა და იცით რა არის, მეგობრებო, მამიდამ ძმისშვილი არ გაიმეტა მოსაკლავად. გაჟღერდა ისიც, რომ სად არის მამაო,
ბავშვის მამა სად არისო? ბავშვის მამა ზოგმა თქვა რომ მკვდარიაო და ზოგმა თქვა რომ თურქეთში არის სხვა ცოლთანო. არ ვიცით სად არის. ბავშვის მამა საერთოდ არ აქ ჩანს კიდევ დიდი მჩხიბაობების საკითხები, ხალხო. ანუ ჩვენ პირდაპირ ვხედავთ, რაც მე გავაჟღერე რუსუდან დედოფალზე, რომელსაც მთელი მისი სანათესაო კი არა და მთელი საპატრიარქო მოჩხიბული ყავდა, აგერ გამოჩნდა ახლა ერთი ურჩხული მამიდა, რომელიც თავის ძმისშვილსაც კი იმეტებს და სხვათა შორის რუსუდან დედოფალმა დემნაუფლისწული თავისი ძმისშვილი გაიმეტა. დაასაჭურისა და თანაც თვალები დასთხარა. გაიმეტა, იცოდეთ, ოღონდ არა მოსაკლავად. რაც შეეხება იმას, რომ ჩვენ სად უნდა ვეძებოთ ბავშვი, ანუ ყველა ის საკითხი, რაც მე სულ თავში გავაჟღერე, მტკიცდება. მტკიცდება ის, რომ მეწყერი არ ყოფილა, მტკიცდება ის, რომ ბავშვი არ არის მკვდარი, მტკიცდება ის, რომ არავინ სხვა არ არის აქ ჩარეული, თუ არა მამიდა და თუ არა ის ხალხი, ვინც ორგანიზება მოაწყო. შემოდი. ანუ ყველაფერი მტკიცდება და ისიც დამტკიცდება, რაც რომ ბერად ყავთ ბავშვი აკვირდილი, არსად არ გააქრობდნენ, საგიჟეთში არ ჩასვავდნენ, იმიტომ რომ ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდათო, რო ამბობენ ბავშვზე, საგიჟეთი, მაშინ საგიჟეთში უნდა ეძებონ. ყველა საგიჟეში დაიარონ და ეძებონ. იქ ხომ არ მოათავს ეს, მაგრამ იმასაც რჩენა უნდა, ანუ რეალურად ბავშვი მონაზვნად აღკვეცეს, რაც ბიოლოგია მითხრა, იმას ვამბობ და ამას წყალი არ გავამეთქი, გეუბნებით პირდაპირ ისეთი ჯადომაპოვნინა, ისეთ ადგილზე, რომ თქვენ ვერ წარმოიდგენთ უბრალოდ, რომ აი როგორ შეიძლება რომ ეს გაპოვნინოს ბიოლოგიამ არარსებული რამე მაპოვნინა. არსებული რამე მაპოვნია უბრალოდ. ისეთი არსებული რამე, რომ აი შანსი არ იყო მე ის მეპოვა ისე, აი ესე 60 პენდილზე. და გარდა მაგისა ძალიან ბევრ რამეში კიდე მიმართულება მომცა და ძალიან ბევრ რამეში ბევრი რაღაცაში ხელი მომიმართა ამ ბიოლოგიამ და აქაც უკვე ხედავთ რომ რეალურად რაც გითხრა ბიოლოგიამ ის არის. რეალურად ის სიმართლე ჟღერდება, ხო? წამოვიდა რა თქმა უნდა ჩემზე ზეწოლები, ეს ხომ ჩხიბაობა, ეს ხომ რანაირი ქრისტიანულია? ბიჭო, თქვენ იცით რას მიხედეთ? ჩხიბავებზე არაფერს არ ამბობს ქრისტე, მაგრამ ფარისევლებთან მიდის და სადუკეოლებთან და პირდაპირ ეუბნება და ამ ხელს თქვენ რასაც ითხოვთ ხალხისგან იმის ნახევარსაც არ აკეთებთ და ის ნახევარკილოიანი ოქროს ქუდები რო ახურავთ და ნახევარ მილიონიანი ჯიპებით რო დადიხართ, ეგ ქრისტიანულია? მჩხიბაობა რა შუაშია? ზუსტად მაგ საკითხზე პეტრე ეუბნება იმას ქრისტეს, რომ აი იქ ერთი ქალი არისო, კითხაობსო შენი სახელით არჩენს ხალხსო და ქრისტე ეუბნება რა ჩვენიანიაო, ეკითხება პეტრე და ქრისტე ეუბნება ვინც ჩვენი სახელითო არჩენს და კურნავსო ჩვენიანია, ისო ეუბნება, პირდაპირ ეუბნება, მჩხიბავზეც ეუბნება, რომ ჩვენიანიაო, ვინც არჩენს და კურნავსო და ხელს არადებს ჩხიბაობა რა შუაშია აქ. აქ არის ბიოლოგიური გამოკითხვა. ეს არის შინაგან ხმასთან დაკავშირება. არანაირი ჩხიბა, მე კარტები ხო არ დამილაგებია რა. და გარდა მაგისა, ჩხიბაობა ის უფრო არის მარიამ ციმიტიამ რომ მოატყვა დედა რომ მკვდარიაო და ეს ქნაო და ის ქნაო და რაღაცა იქ რომ დაინახა თავის ფანტაზიებში. მაგაზე რატო არ მოიღეთ ხმა? რა ვიცი, უამრავი ტაროლოგი გამოჩნდა ეხლა და ტაროთი გაშალა ისენი რაღაცეები რა ტარო რა შუაში არაფერი არ არის ეს ბიოლოგია გარდა შინაგან ხმასთან დაკავშირება. შინაგან ხმასთან, რომელიც არის სულთან კავშირში. პირდაპირ ქრისტესთან კავშირშია და ქრისტე რასაც გვეუბნება, იმას გეუბნებით თქვენს და ეხლა ეს ბიოლოგია სადღაც შეიძინოს ადამიანს. კიდევ ერთხელ გეტყვით, ბიოლოგიის გამოყენება ყველას არ აქვს. ყველას არ შეუძლია, ყველას არ აძლევენ ნებართვას ზეციდან. ყველას არ აქვს წვდომა თავის შინაგან ხმასთან. ვისაც თავის შინაგან ხმასთან წვდომა აქვს, იმას შეუძლია ამის გამოყენება, თორე ბიოლოგია შეიძლება გეჭიროს და საერთო რეაქცია არ მოახდინოს. ანუ რამდენიც კიდე იმდენმა ადამიანმა მთხოვა, რომ მოდიო მეც ვკითხავო და დადგნენ და ეჭირა და რეაქციას არ იძლეოდა, იმიტომ არ არის ეგრე, ყველას არ შეუძლია ბიოლოგიის გამოყენება. იყიდება ჩვეულებრივად თემუზე, 17 ლარიღის თუ რაღაც, არაფერი ძვირი მაგაში არ არის. მაგრამ შენ გაქვს თუ არა უფლება ეგ უნდა იკითხო გამოყენების. შენ შინაგან ხმას უნდა კითხო. თუ შენ შინაგან ხმასთან ის ხარ, კავშირში ხარ, მაშინ კი ბატონო.
გამარჯობათ რომ ამბობენ ჭა დაბეტონდაო რა ჭა დაბეტონდა სადა რა ჭა ხალხო კარგით რა რას ლაპარაკობთ თქვენ იცით ჭაში ჩავარდილი ადამიანი რამ ხელაზე ყარს ის უბრალოდ მთელს მოსახლეობას შეაწუხებდა იქ რა მეორე დღესვე დააბეტონეს თუ რა იყო ვერ გავიგე ჭაში ვინც ჩავარდებოდა იქ იმ ხელაზე წამოვიდოდა ის სუნი და ყროლი გახწნილი გვამის რომ მთელ სოფელს შეაწუხებდა არაფერი ჭა ხალხო გაჩერდით რა რას ლაპარაკობთ თვითონ გვამიც რო ყოფილიყო გვამიც რო გადააბეტონესო იქ რაღაცები გვამი რო ყოფილიყო მხოლოდ 10 დღის განმავლობაში გვამი 4 დღეში უკვე ხალხს შეაწუხებდა ხალხო თქვენ იცით რა არის ეგ პოლიცია მიცის რა პოლიციაში მე შევესწარი პირადად რომ 10 დღის მკვდარი იყო და კილომეტრებიდან ისე ყარდაო რომ ვერ მივედითო აი არ არის თქვენ ხართ ბრმა ხალხი რომელიც აი ესეთ რაღაცებს ეგებით თქვენ კი არა ბოდიშით ახლა შეურაცხყოფაზე კი არ გადმოვდივარ აი იცით რა და ბრმა კიდევ არ არის შეურაცხყოფა რო იცოდეთ რა ბევრ რამეში ბრმები ვართ ჩვენ და უნდა ავიხილოთ თვალები იცით ხალხი რომელიც აი ესეთ რაღაცებზე ეგება და მედია რომელსაც ჭამს პირდაპირ თავის საზოგადოებას რომ აი ამ სიყლინჯეს შესთავაზებს ამ სიყლინჯეს და ხალხსაც ჯერა უი ესე იყო ხო ესე ყოფილა უი გოგო ქა და რაღაცა და აიწყებენ მე ჭორები მოედი ხალხო დეტალურად უნდა გქონდეთ ხედვა დეტალებში თუ იცით ხედვა მაშინ თქვენ ზუსტად დაინახოთ პირველივე წამზე დავინახე რომ ის ვიდეო არასწორი იყო პირველივე წამზე მოვისმინე რომ ის ვიდეო დამონტაჟებულია ხო გამოირკვა რომ დამონტაჟებულია თავს კი არ ვიმართლებ უბრალოდ მე იმ ბრმა საზოგადოებას ვუხსნი რომ ხალხო ეგრე არ არის რა როგორც თქვენ გაბრმავებენ უნდა კრიტიკული თვალით და ყურით უყუროთ ყველაფერს რა ამიტომ ყველას გეუბნებით მე ცოტა ემოციური კი არა და ძალიან ემოციური ადამიანი ვარ მე ფიცხი ადამიანი ვარ მე ვარ პირდაპირი ადამიანი სვანი კი არა მოიცა ვინები არიან პირდაპირები კახელი კი არა 100 ჯერ უფრო ისავა რა ქვია კახელზე უარესი ვარ პირდაპირ ვაჯახებ ადამიანს არ მიყვარს ესე მოკიბულობა და შენ გენაცვალე შენი ჭირიმეთ ლაპარაკი რაც არის ვამბობ და შენ გინდა ამას გაუძლებ გინდა ვერ გაუძლებ ესე გამზარდა მე ცხოვრებამ და ესე გაწოდით მე თქვენს იმიტომ რომ ყველაზე მაგრად გამზარდა პირდაპირობით გამზარდა გესმით და ყველაზე მაგრად რომელიც სიმართლე რომელიც გულში ესობა და ყურში ესობა ეგ გზრდის ადამიანს თუ არ განგრევს და თუ თქვენ დანგრევისკენ წახვალთ ეგ ჩემი საქმე არ არის მე გასწავლით ისე როგორც მასწავლა ცხოვრებამ ხვდებით მე მგონი ჭა კვალის არავის გეტყვით ახლა მანდ რა ხდება რა ჭა საერთოდ აფერშუაში არ არის იქ ბავშვი მთელმა სოფელმა 4 დღის განმავლობაში ვეძებეთ 4 დღის განმავლობაში კი არა მე-4 დღესვე დავიწყეთ ზებნაო და ვეძებეთო და არსად ვერსად ვერ ნახეთო მოსახლეობა არის ყველაზე ნაღდი ისა რა ქვია დასაყრდენი საშუალება ტკისებულება მოსახლეობა რადგან ამას ამბობს რომ მეწყერი საერთოდ არ ჩამოწოლიდა ბავშვი რომ ცოცხლად სადმე წაქცეულიყო და თავი დაერტყა და თქვა ამათ ეარათ და გადაეარათ ამ გვამზე და ვერ ენახათ ხო ბრმა საზოგადოებას რასაც ყვებიან ესე რეალურად ყველა იმაზე წავიდა რომ სოფო ჯერ უნდათ რომ საგიჟეთში მოეხვედრებინათ გესმის ეს უკვე კიდე მტკიცებულება იმის რომ ამათი შეთქმულებაა სადღაც ბავშვს არ გაიმეტებდნენ საგიჟეთისთვის ჯერ ეგერთით საგიჟეთში მაშინ უნდა გამოეძახათ ის რა ქვია გამოეძახათ პოლიცია და პოლიციას წაიყვანა საგიჟეთში ისე ვერ მოახვედრებდნენ საგიჟეთში რა და აქ აუდიო ჩანაწერებიდან ირკვევა რომ ბერის ხმა მესმის ხალხო მე ბერებს მე 5 წლიანი გამოცდილება ეკლესიაში მე უფეებთან ტრაპეზზე ვიჯექი და არ ვიცი ახლა თქვენ არ გეგონოთ ისე რომ მე ეკლესიას არ ვებრძი მე მაქვს არაჩვეულებრივი გამოცდილება პირდაპირ მე უფეებთან ვიჯექი ტრაპეზზე მეთქი გეუბნებით და მესმის ყურში რომ ეს ბერის ხმა არის რომელიც დადე თავი დადეს ვინც ეუბნება ეგ არის ბერი ისა მღვდელი და ეს არ ეუბნება იმით რა აგრესიით ეს ადამიანი ეუბნება იცი როგორ რომ აი სხვა გზა არ აგაკ რა აი უნდა გააკეთო რა ბიჭო რა ესეთები ვინც არიან და როგორც ჩანს აქ დიდი მოლაპარაკება მოხდა ეკლესიასთან დიდი მოლაპარაკება მოხდა იმის რა ქვია მაგას
სხვადასხვა მიზეზების გამო რა აღარ მინდა ხა დეტალებში ჩავიდე ეგ ოჯახური რა თქმა უნდა თავისთავად არის აქ უკვე მემკვიდრეობის საკითხებიც და ასე შემდეგ და საკითხავი არის რომ ბავშვი რომელიც დედას გადაუმალეს ყველანი დედის წინააღმდეგ არიან შეთქმულებაში და ყველა წერს რომ აი ის ყველა ვინც იქ იყო რა ვინც იქ ბავშვი წაიყვანა 17 წლის გურამი ვინც წაიყვანა ყველა წერს რომ სოფო და გადააგზავნეთ საგიჟეთში ფსიქიატრიულში თურმე დედა არის რა შეშლილი და დედა არის არანორმალური რომ ეძებს შვილს რომლის კვალის დღემდე გამქრალია ხალხო და ისინი ნორმალურები არიან და ზიან სახში და არ ხეინათ რომ 17 წლის ბავშვი დაკარგულია და ой დაიკარგა რა ვეღარ ვიპოვეთ სახში წავიდა გაიქცა სადღაცა და მოვა სულ ყველა მაგას გაიძახის თურმე იქიდან მამიდიან დაწყებული იმ კახაიან დამთავრებული გაიქცა და მოვა მაგას ნახე რა უყომერე გაიგეთ ხალხო რაშია საქმე აქ დიდი შეთქმულება არის მეთქი და შეთქმულება ვისთან არის დადიანი ძეები აბა კარგად გამოიკვლევა ეგ საკითხი რომ ბავშვი სად არის ორი ვარიანტია რა მაგას არ გაყიდიდნენ ანუ რუსებმა წაიყვანეს რუსებმა არა იმან პეტრე პავლემ ორი ვარიანტია ერთი არის საგიჟეთში ჩაებარებინათ ამდენი ხნის განმავლობაში 12 წლის განმავლობაში იქ არის და მეორე არის ბერად აღიკვეცათ პირდაპირ გეუბნებით რა მე რაც ბიოლოგაცია მითხრა იმას გეუბნებით ბავშვი ბერად აღკვეცეს თუ ბერად არა მორჩილად ეკლესიაშია ბავშვი არ არის საფრთხეში ბავშვი არ არის საფრთხეში ანუ ეხლა უკვე ბიჭი არ არის საფრთხეში არის კარგ მდგომარეობაში და დაჟე ისიც გამოვიძე ახლა ვიღაცა ის რა ქვია გამოვიდა ვიღაცა მკითხავი და ბავშვსეო მიმდინარეობდაო რაღაცაო სექსუალური ზეწოლაო ისაო და არ მიმდინარეობდა სექსუალური ზეწოლა არც ახლა არ მიმდინარეობს ბავშვის სექსუალური ზეწოლა მე არ ვამბობ მაგას მიუხედავად იმისა რომ ეკლესიაში ძალიან ბევრი მამათმავალია ბავშვზე არ მიმდინარეობს სექსუალური ზეწოლა ეგ გამოვიკლე ბიოლოგაციით და ანუ იმას ვერ ვიტყვი რომ სექსუალური ზეწოლა ეგ უკვე ცილისწამებაა რაც არ ვიცი მაგრამ რაც ვიცი ხვდებით რაც ბიოლოგაციას ვკითხე რაც მითხრა ის არის ცოდნა იმიტომ რომ შენაგან ხვას ვკითხე და თავი დაანებონ ქალბატონი სოფოს მაგათ გონიათ რომ გაუვათ მთელი საქართველოს ფეხზე რო დადგა მაგათ ვერ დაინახეს როგორც ჩანს ვერ დაინახეს ეხლა რაღაც დათანხმება წამოსულა ის თანხმობაზე წამოსულა მამიდა რომ იმას ელაპარაკოს ტარიელს გამომძიებელს და კიდევ კაი რაც შეეხება იმას რომ აი მე კიდე კითხვები მაქვს მასთან დაკავშირებით და მოდი მაგასაც ვკითხავ რა თანდათან კითხვები უფრო და უფრო იმას შვება რა ჩნდება და მოდი ერთი წუთი ვკითხო რა მაგასაც საწავიდა ეს დედა ვეღარ ამოვიღე იცით რა სხვათა შორის ბიოლოგაციამ დამიდასტურა რომ ბავშვი იყო ბეთანიის ეკლესიაში იქ სადაც ჩვენ ვიყავით 3 წლის ის დამიდასტურდა რომ ის ბიჭი იყო გურამ ერთი წუთით ეხლა ვეღარ ვიპოვი იმას რა საწავიდა მეგობრებო რა თქმა უნდა ეს ეხლა მე ამას რასაც ვიღებ ხო ბიოლოგაცია რა თქმა უნდა გამომძიებელი ვერ დაიყრდნობა ამას ვერ დაიყრდნობა გამომძიებელი და ეს ჩემთვის ნათელია იმიტომ რომ ეს არის სრული ეს არის მტკიცებულებებს გარე ინფორმაცია რომელმაც შეიძლება დაეხმაროს ინტუიციაში დაეხმაროს მაგრამ ამ საკითხს დავეყრდნოთ ჩვენ როგორც გამომძიებელი ვერ დაიყრდნობი ამიტომ იცით რა არის პირად ცხოვრებაში თუ ადამიანს სურს ამაზე დაყრდნობა შეუძლია გამოიკითხოს მაგრამ
ეხლა რომ მოვიდეს ჩემთან გამომძიებელი და მითხრეს თამარ აბა სად ვეძებოთ, იქ ვეძებოთ, აქ ვეძებოთ, ქართლშია, შიდა ქართლშია, იქ არის, აქ არის, ვერ იზავს მაგას, იმიტომ რომ ეგ მესმის მე რა თქმა უნდა, თავისთავად რა. მე მაქვს ახლა კითხვა, შეიძლება გურამ დადიანიძეზე კითხვები დავსვა? შეიძლება გურამ დადიანიძესთან დაკავშირებით კითხვები დავსვა? კარგი, გურამ დადიანიძესთან დაკავშირებით არა, შეიძლება რომ გურამ დადიანიძის სანათესაოსთან დაკავშირებით კითხვები დავსვა? ნაწილობრივ და სხვათა შორის ვიღაცას უცდია რომ ეს დაებლოკა ჩემთვის. ვინც სადა რომ ეს უნარი დაებლოკა ჩემთვის, მას დაებლოკოს ყველა უნარი. ამინ ამენით. ვიღაცას რეალურად უცდია რომ ეს დაებლოკა ჩემთვის. კარგი. შეიძლება და მე ვსვავ გურამ დადიანიძის მამიდასთან დაკავშირებით კითხვებს. გურამ დადიანიძის მამიდამ იცის გურამი სად არის? ნაწილობრივ იცის, დაზუსტებით არ იცის. გურამ დადიანიძის მამიდამ მღვდლებთან მოლაპარაკება მოაწყო, რომ გურამ დადიანიძე ბერად აღიკვეცათ? აი თითქმის ნაწილობრივ კისკენ წავიდა და მოდი აბა ვკითხავ, იყო ეს მამიდას ინტერესი? მამიდას ინტერესიდან გამომდინარე იყო რომ გურამ დადიანიძე წასულიყო ბერად? ნაწილობრივ, ანუ აქ სრულიად სანათესაო იყო გარეული და მათი ინტერესი იყო რომ გურამ დადიანიძე აღკვეცილიყო ბერად? სრულიად სანათესაო მამის მხრიდან, გურამ დადიანიძის მამის მხრიდან იყო სრულიად სანათესაო, რომელიც ორგანიზებას აწყობს და მიდის მლეთაში, მათი ყველას ინტერესი იყო რომ გურამ დადიანიძე ბერად აღკვეცილიყო? გაურკვეველია, ანუ ბავშვები ალბათ არაფერ შუაში არ იყვნენ, უფროსები იყვნენ ამაში გარეული, მხოლოდ უფროსების ინტერესი იყო, რომ გურამ დადიანიძე აღკვეცილიყო ბერად? ხო, ნაწილობრივ. ნაწილობრივ კი. გურამ დადიანიძემ როდესაც ზაგანას თხოვს, ზაგანა ამ დროს ინფორმირებული იყო, რომ მას უნდა დაეტოვა ბავშვი იქ, სადაც მიიყვანეს? მოდი იმას ვკითხავ, კისკენ წაიხარა, მაგრამ რაღაც მაინც ის იყო რა, გაურკვეველი. ვკითხავ, მლეთაში იყვნენ ესენი ასული საერთოდ?
ლეთაში საერთოდ არ ყოფილან ესენი ასული. ანუ ბავშვი აიყვანეს რომელიღაც მონასტერში, სადაც შემდეგ იქ დატოვეს? კი. ბავშვი აიყვანეს მონასტერში, როგორც ჩანს მოატყუეს, რომ არის მიდიან ლომისობაზე და დატოვეს იქ, როგორც ბიოლოკაცია გვიდასტურებს. ესე იგი, ბავშვი დააბეს და ისე დატოვეს იქ. გურამ დადიანიძე დააბეს? გურამ დადიანიძე დააბეს. ჰორორ ფილმში ვართ რა, დედას ვიცავარ. სული შემეხუთა. ღმერთო, ის რეები ხდება. სადაიყვანეს? სადაიყვანეს? ეს ხალხი მოდი ახლა პირდაპირ გითხრა, ილია მეორემ პატრიარქმა ამის შესახებ იცოდა? ამის შესახებ იცოდა ილია მეორე. ილია მეორემ ამის შესახებ იცოდა. დღევანდელმა პატრიარქმა შიომ ამის შესახებ იცის? ამის შესახებ შიომ იცის. ამიტომ მემუქრებიან, რომ საშიშ საქმეში გაებიო ტარიელს. მაინც რა არის საშიში, რომ ბავშვს არ უნდოდა ბერობა და ძალით აკვეცეს ბერად? გურამ დადიანიძეს დღეს უნდა ბერობა? არ უნდა ბერობა ხალხო. არ უნდა დადიანიძეს ბერობა. ცუდად ვარ ხალხო. რატო აკეთებთ ამას? დედას ვიცავარ, ცრემლები არ მომდის რა. იცით ახლა რა დღეში ვარ მე? მე არ მეტყობა რომ ცუდად ვარ, მაგრამ მაგარი ცუდად ვარ რა. იცით როგორი ცუდად ვარ ხალხო, რომ აი უსუსო მდგომარეობაში ამყოფებენ ადამიანებს. როგორ გამოვიდეს იქიდან გურამ დადიანიძე? როგორ უშველოს? იმიტომ ეს იზრება დედას, რომ გამომიყვანი აქედანო. არ ვიცი, აი ხალხო, რა გინდათ, ტანჯვა, სატანები ხართ მაგის დედავატირე, რატო აკეთებთ ამას? რა გინდათ ადამიანისგან? არ საპატრიარქოს გადაუხადა მამიდამ ამაში? ნაწილობრივ. თუ კი რამე უჟასებს მიყურებია, ყველაზე დიდი უჟასის ფილმში ვარ ეხლა რა. აი მე რაც ყველა უჟასების ფილმი მიყურებია, აი საშინელებათა ფილმი ნანახი მაქვს, მაგრამ ეს არის ყველაზე დიდი საშინელებათა ფილმი, აი ახლა რაც ხდება რა. ბიჭო, ეს რა გჭირთ ხალხო? ბერებო, თქვენ გეუბნებით, დედას ვიცავარ, თქვენ ხო იცით მაგის შესახებ, ახლა მე რასაც ლაპარაკობა რა. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მიცით ამის შესახებ. ყველა მიცით ამის შესახებ, მე დარწმუნებული ვარ ამაში.
რა გჭირთ ხალხო ადამიანს არ უნდა ბერობა, რა გჭირთ ხალხო დაეხმარეთ ამ ადამიანს, გაათავისუფლეთ მონები, ხალხო რა გჭირთ? არ ქრისტიანები არა ხართ ბიჭო, ქრისტეს არ ემსახურებით, არ უნდა ადამიანს მონობა, არ უნდა ბერობა ადამიანს, ბიჭო, გაათავისუფლეთ ადამიანი. რანაირი ქრისტიანები ხართ, რა მოგჩხიბათ ესეთი ამილიამ, რა გჭირთ ხალხო? ბერებს უნდათ რომ დაეხმარონ გურამის. ბერებს უნდათ რომ დაეხმარონ გურამის. რატო ვერ ეხმარებიან? ვინმე უშლით ამაში ხელს? რატო ვერ ეხმარებიან? რაღაც უშლით ამაში ხელს? რაღაც უშლის ამაში ხელს. მარიკა მეკითხოთ, კითხეთ გურამის ახსოვს თუ არა ვინ არისო? მე ვკითხე, ესენი უკვე დაუსვი ჩემს წინა ლაივებში. გურამის არ ახსოვს ვინ არის, მაგრამ ახსოვს რომ ძალით აღკვეცეს ბერად. ეს ახსოვს. სრულიად საპატრიარქო მითის ამის შესახებ, რომ გურამი ბერად არის აღკვეცილი? სრულიად საპატრიარქო მითის ამის შესახებ, ხალხო. დედას ვიცავარ, აი გული მე, აი არ გული წამივა ახლა. ცუდად ვარ ხალხო, დედას ვიცავარ, მაგარი ცუდად ვარ. თქვენ იცით ეს რამდენ წლიანი ომია ჩემი და საპატრიარქოსი? იცით რამდენ წლიანი ომია? ბერებო, აი ვინც მუღდლები ხართ და გესმით ჩემი, ძალიან გთხოვთ, აი მე გთხოვთ რა, ძალიან გთხოვთ. თქვენ ხო მოისმინეთ, მე როგორ ვწყევლე, როგორ ვაგინეილია მეორეს. თქვენ ხო ეს მოისმინეთ, თქვენ ხო გამწარდით, ჩემზე ხო გაბრაზდით. ზოგმა გული მოიფხანა, ზოგმა კარგად იცოდით რატომაც ვაგინებდი. თქვენ ხო ყველაფერი იცით. ხო და მოდი ახლა იცი რა ვთქვათ, ბიჭო, თუ სადმე ოდესმე რაღაცა ნაპერწკალი დაგრჩენიათ და მართლა ქრისტეს ემსახურებით, ძალა მოიკრიბეთ ხალხო და ბერებს ვეუბნები ახლა, ჩვენ ამას ვერაფერს ვერ ვუჭირთ. ისევ შიგნიდან უნდა გამოხვიდეთ, ისევ შიგნიდან უნდა გამოტყდეს ეს ამბავი. ძალიან გთხოვთ რა, ჩვენ ვერ მოვერევით ამას მარტო. ძალიან გთხოვთ რა, ესეთი რამდენი გყავთ ბერები. დაკარგული ბავშვების, ახალგაზრდა ბიჭების უამრავი მეტწილი დაკარგული ბიჭების ბერად არის აღკვეცილი ძალით. კარგი, კითხვას დავსვა კონკრეტულად. ბერად აღკვეცილებიდან, ძალით ბერად აღკვეცილებიდან. ის ხალხია, რომელიც იკარგება და ვერ პოულობენ? ნაწილობრივ კი. ხალხო, თუ ვინმეს ბავშვი დაგეკარგათ, აი არ ვიცი რა, თქვენ ღმერთო, სად ვართ, ღმერთო. აუ რა ჯოჯოხეთში ჩამოვსულვარ, დედას ვიცავარ, მაგარი ცუდ დღეში ვართ რა. ბიჭო, ბერები რომ ვერ შველიან თავის თავს, ასე ხარ. მღვდლები რომ ვერ შველიან თავის თავს, ასე ხარ, თქვენ სადა ვართ. მღვდლები გარედან ცდილობენ რომ დავეხმარო, მღვდლებს სურთ რომ გარედან დავეხმაროთ? ხო, ნაწილობრივ.
აუ დედა სპეციალურ მაგარი ცუდა თუ არა ხარ რა ცუდად არიან ხალხო დაჭერილი არიან ყოველ ჩაჭერილი არიან ეს მხლები ყველანი არა ჯადოს ქვეშ იმყოფებიან ყველანი ნაწილობრივ ხო ანუ ესე იგი რეალურად რა უნდა მოხდეს ახლა რა უნდა მოხდეს გურამის ამბავი გამოხეთქავს ამ ყველაფერს ამ დაფარულ ამბავს სასულიერო პირებიდან გამოაშკარავებს კითხოს ვსვავ კიდევ ერთხელ გურამის ამბავი იქნება ის საფუძველი რომ ეს ამბავი გამოსკდეს რაც დღეს რაჯოჯოხეთიც სასულიერო პირებში და სინოდში ტრიალებს ნაწილობრივ აი ჩემ ძმას ვთხოვ რა ჩვენ გავიარეთ უმძიმესი დღეები ჩემ ბერ ძმას ვთხოვ ჩვენ გავლილი გვაქვს უმძიმესი დღეები ერთად გინდა გერმანიაში გინდა საქართველოში ჩვენ მე ყოველთვის ვიყავი ის ადამიანი რომელიც ყველა სიმძიმის დროს ჩემი ძმა მხარში მედგა არ არსებობდა რომ ჩემ ძმას მე დავეტოვებინე სადმე დაუცველი ერთადერთი მომენტია სადაც მე და ჩემი ძმის გზა გაიყო ეს არის როდესაც ის ილიამ ჩაიჭირა როდესაც ის აღიკვეცა ბერად არ არსებობდა რომ ჩემ ძმას მე ჩემი თვალით ნანახი მაქვს როგორ ებრძოდა 20 კაცს მარტო მისე გაცილებით დიდებს და მისე გაცილებით ძლიერებს უფროსებს პატარა ბავშვი 10 წლის ბავშვი 20 კაცის წინააღმდეგ მიდიოდა მიუხედავად ისა რომ ძალიან ხდებოდა მას მაგრამ მაინც მიცავდა მე არ მინახავს დღე სადაც ჩემ ძმას არ დავეცვი მხოლოდ ერთადერთი გზა გვყოფს ჩვენ ეს არის ილია მეორე როდესაც ილია მეორეზე მიდგება საქმე მას ჩემთვის დედაც უგინებია და შეიძლება კიდევაც ხელითაც შემხებოდა იმ ხელა ჯადოს ქვეშ არიან მე ერთხელ ჩემ ძმასთან საუბარი მაქვს განხორციელებული როცა ვეუბნები ჩემთვის ილია კი არა ჩემთვის იესო ქრისტე არის მეთქი პირველ ადგილზე და სადაც მას გაუცნობიერებლად უთქვავს რომ ჩემთვის ილია არისო პირველ ადგილზეო და ამაზე მე ბოდიშიც მოუხდია რომ მე გაუცნობიერებლად ვთქვიო მაგრამ რეალურად მან ვერ გაიაზრა რომ ის ჯადოს ქვეშ არის არ ვიცი რა უქნეს ამ მგლებს ამ ბერებს მოაჯადოვეს ყველა ხალხო ქრისტე კი არა შიოს აგერ განუცხადებია თურმე მე ილიას გზით უნდა ვიარო ქრისტეს გზით კი არაო ილიას გზით უნდა ვიარო ხალხო დაწყევლილები ვართ ჩემს ძმას ვთხოვ რა აი თუ სადმე ოდნავ ჩემს მიმართ სიყვარული გააჩნია რა არ ვიცი რა გამოფხიზლდი რა ძალიან გთხოვთ რა გამოფხიზლდით რა გამოიტანეთ ეს საკითხი გარეთ რა არ შეიძლება ესე ძალით აკვეცილი ბერების ქრისტეს მსახურებაში ყოფნა არ შეიწირავს არც ერთი ზეციური ძალა ამას არ შეიწირავს
დაგვეხმარეთ რა ცუდად ვარ, აი უძლურ მდგომარეობაში ვარ, მე რო უძლურ მდგომარეობაში აღმოჩნდები, აი ჩემ შინაგანთან დაკავშირებით, ესეთი რამე არ მახსოვს რა. დედას ვიცავარ, როგორი უძლურ მდგომარეობაშიც თქვენ ხართ, იმას გურძნობ ეხლა მე რა. ხელები და ფეხები წამერთვა უცბად რა. გამოიტანეთ რა გარეთ რა. თუ გარეთ არ გამოიტანთ მაგ სიბინძურეებს, თუ თქვენ თვითონვე არ მოგეხმარებით, ჩვენ ვერ მოგეხმარებით გარედან. ჩვენ გეხმარებით რაც შეგვიძლია გარედან. მე რომ ვწყევლე, ის ადამიანი ვინც ვწყევლე, ღმერთმა შეისმინა ჩემი წყევლა, იცით თქვენ? იცით რატომ? საქართველოს ერთხელ და სამუდამოდ საშველი უნდა დაადგეს. ახლა ის მიწაშია, ბიჭო. მე ჩემი თავიც მიწაში ჩავდე და ვთქვი, რომ თუ მე ვარ მეთქი არასწორი ილიას წინაშე, მე ჩავიდო მეთქი მიწაში თქო. და თუ პირიქით არის მეთქი ის ჩაიდოს მიწაში თქო და ხომ გაიგეთ არა? ჩემი თავიც დავიწყევლე ხალხო, მე არა ვარ ის რომ სხვა ვწყევლო მხოლოდ. მე მინდა სიმართლის გამოტანა გარეთ. სამართლის დამკვიდრება უნდა მოხდეს ამ დედამიწაზე ხალხო. გეჟი ხო არა ვარ ჩემი თავი მიწაში ჩამედო, რისთვის ვიბრძვირო ჩემი თავი მიწაში ჩავდო? ასათი წელი უნდა იცხოვროსო აკი ილიამო. რატო არ იცხოვრა ასათი წელი? აკი იქ მთაზე უნდა აგვიყვანოსო და გადაგვარჩინოს ქრისტეს შეგვახედროსო, რატო არ აგიყვანეს? ხომ ხედავთ რომ გატყუებენ და დღემდე გატყუებენ ხალხო? გამოფხიზლდით რა. ძალით აღკვეცილი ბიჭი არის, ახალგაზრდა ბიჭი არის, ცხოვრება დაუნგრიეს. 17 წლის ბავშვს ცხოვრება დაუნგრიეს ხალხო, თქვენ აზე მოდით ახალგაზრდა პოტენციური ქართველი ვაჟკაცი, რომელსაც ცხოვრება წაართვეს ხალხო. გამოფხიზლდით ხალხო, რა გჭირთ? გატყუებენ ხალხო, გატყუებენო თავისი ნებით აღიკვეცებიან, არ აღკვეცილა ის ადამიანი თავისი ნებით. ჩემი თუ არ გჯერათ აუდიოში მაინც ხო მოისმინეთ რომ არ დამტოვო ძაგანო ევედრება ბიჭო, ჩემი თუ არ გჯერათ იმისი ხმა ხო გესმით არა? მოისმინეთ თქვენ იყურით ხალხო, არ არის ეგ მონტაჟი, ეგ არის რეალური აუდიო ჩანაწერი. არ ვიცი, ძალიან ცუდად ვარ რა. ცუდად გავხდი, მართლა გეუბნები, ძალიან სულიერად ძალიან ცუდად გავხდი ახლა რა. არ ვიცი რა, აი რაღა ვქნა, აი ხელები, აი ესე რო ასავსავს, რომელ ფილმში არის, აი ესე რო დგას და მე მგონი მაგდანას ლურჯაშია, რომ აი ესე დგას ხალი და ესე ხელებს რო ასავსავს, ეხლა ეგ დამემართა რა. ტირილი არ შემიძლია ხალხო, მე მიჭირს ტირილი საერთოდ, თორე ეხლა მე რო ტირილი არ მიჭირდეს, იცი ცრემლება დავიღრებოდი ალბათ აქ რა. ჩემი სისუსტე არის ტირილი არ შემიძლია რა. ეგ არის ჩემი, იცით როგორ ტირი ვარ ეხლა? თქვენ რო იცოდეთ ეხლა მე როგორ ტირი ვარ, სულიერად, შინაგანად. აი დედას ვიცავ თებს გადადგავდი, თქვენ რო ჩემი ტირილი გენახათ ეხლა რა. უბრალოდ ეგ არის რომ არ შემიძლია, ესე გამზარდა დედა ჩემა. ჩემ ძმასთან ერთად მამა ჩემა რო უთხრა რომ არ იტიროსო, აი ისა არატიროო და ტირი თუ იტირა ბავშვმაო, დაუშალეო. მის 1 წლით უმცროსი ვარ ჩემ ძმაზე, 1 წლის და 1 თვით, მეტი კი არა. ჩემი ძმა რომ არ ტიროდა, არც მე არ უნდა მეტირა. ესე გავიზარდეთ. იმიტომ რომ თუ იმას უშლიდა, მეც მიშლიდა დედა ჩემი. ჯარისკაცივით გავიზარდეთ. ჩვენ ორივე, მეც და ჩემი ძმაც. არ შემიძლია ტირილი, თორე ძალიან მინდა ეხა ტირილი რა. გურამი რომელ ეპარქიაში არის? ილია მეორის ეპარქიაში, შიოს ეპარქიაშია. შიოს ეპარქიაშია. შიოს ეპარქიაშია ძეთ. გურამ დადიანიძე ბეთანიაში ნანახი მყავს. აი, გურამ დადიანიძე საბად წოდებული ბეთანიაში ნანახი მყავს.
ის ბიჭი, რომელიც თამარ მეფის ფრესკაზე სურათს არ მაღებინებდა და ხელები კინაღამ დამიმტრია, ის ბიჭი გურამ დადიანიძე იყო, საბად წოდებული? ხო. ვაჰ. შენ აზე ხარ, ცხოვრება რა მაგარი რამეა. სად შემახვედრა აზე ხარ? მე გურამ დადიანიძე ნანახი მყავს ესე იგი. იმიტომ იყო ის გათიშულ მდგომარეობაში იყო. არ არის ის ბერი არ არის მოჩიტა. ის გურამ დადიანიძე ბეთანიაში ორჯერ რომ მყავს ნანახი. ეგ არის ის მორჩილი? მოიცა ერთი წუთი, აი გურამ დადიანიძე აღარ არის, ის არის საბა, მაგრამ საბათ როგორ მონათლეთ, თუ ბერად არ აკვეცეს, საბა როგორ დაარქვეს. ბერის ტანსაცმელი არ ეცვა. ბერის ტანსაცმელი არ ეცვა. მერე შერაცხეს მგლად. მოიცა მერე აკვეცეს ბერად. 2 რომელი წელს ვიყავი? ბეთანიაში ვიყავი დაახლოებით 2 წლის წინ. 2 წლის წინ, როდესაც ბეთანიაში ვიყავი. ის მორჩილი მერე ბერად აკურთხეს? და მერე დაარქვეს საბა? ხო, მაშინ მორჩილი იყო, იმიტომ რომ ჩვეულებრივი ტანსაცმელი ეცვა. ეხლა მან ეპარქიებში ხო დაყავთ აქეთ-იქით, ხანი გადაიყვანენ. წელიწად ნახევრის წინ, არ უბრალოდ სექტემბერში ვიყავით ჩვენ, 2024 წლის სექტემბერში ვიყავით ჩვენ ბეთანიაში ასული. 2004 წლის სექტემბერში ვიყავით ბეთანიაში ასული. იმიტომ არ გამოიძახეს პატრული. იმიტომ რომ მე იქ თავი გავიგიჟე, იქ კივილი დავიწყე, მე თქვი რას ქვია არ მაღებინებ სურათს, ბიჭო, ვინ ახარ საერთოდ, ვინ ხარ? მე ამ პირდაპირ შევეჯახი ამ მორჩილს. ვინ ხარ მეთქი მითხარი? შენი სახელი მაინც მითხარი, ვინ ხარ? მითხრა, არაფერი არ მითხრა საერთოდ. გათიშული ყავდათ, გადით გარეთ, აი ესე. და რა მინდოდა მეკითხა? ბეთანიაში ხო პატრული გამოვიძახოთო იმან მერე მღვდელმა 3 ვიყავით ასული 3 ქალი პატრული გამოვიძახოთო ხო და გავიდა მერე იქ ტელეფონი აიღო მერე იქ სხვა მღვდელი მოვიდა სხვა მღვდელმა არ ვიცი იქ რა ილაპარაკეს გადაურეკა უბრალოდ იქ რა ილაპარაკეს არ ვიცი პატრული აღარ გამოიძახეს თორე მე უთხარი გამოიძახეთ მეთქი მოვიდესად პატრული თქო რა დავჯექი იქ და აგერ დაველოდები მეთქი პატრული არ გამოიძახეს. ნეტა რატო არ გამოიძახეს პატრული? რა საინტერესოა? იმიტომ რომ დაფიქსირდებოდა იქ ის ბიჭი და იმიტომ დაფიქსირდებოდა იქ ის ბიჭი. მოიცადა ერთი წუთი ახლა ვიყავით. 2024 წლის სექტემბერს, როდესაც ბეთანიაში ავედი და პატრულის გამოძახებაზე იყო საკითხი. რატომ არ გამოიძახეს პატრული? რამეს მალავდნენ? ხო, რამეს მალავდნენ. რამეს კი არა, ვინმეს და რამეს მალავდნენ. რეალურად, ესე იგი, მე გურამ დადიანიძე ნანახი მყავს და ძალიან სხვათა შორის ძალიან ლამაზი სახის ბიჭი იყო, იმიტომ რომ ფიქრობდი რომ მე თქვი მორჩილა და ამას პატრონი არ ყავს მეთქი ფიქრობდი რა. ანუ იცით როგორი რაღაც იყო რომ უამრავმა აზმა გამიარა. ესე იგი, როგორ ჩანს იქ მე რაღაცა ძალა მიმიყვარა. არა მხოლოდ თამარის ფრესკაზე, რომელსაც აი ეს ხალი რო წაუშალეს იქ თამარის ფრესკაზე, ხო? ეს ეხლა ეს მარჯვენა მხარია, ეს რეალურად თამარს როგორ არის ეს კადრი აი ესე მოტრიალებულია რა. მოიცა? აი
მხედავთ ახლა, როგორც ვხედავთ, ესეთი ვარ, რეალურად ესეთი ვარ რა და მოკლედ ეს არის შემოტრიალებული კადრი და ამ ხალებზე რომ მქონდა საუბარი მე თამართან დაკავშირებით, რომ წაუშალეს მეთქი ეს ხალი, საწაიღეთ მეთქი რა, 2 წლის წინ თუ იყო, ეხლა საწავიდაო და სურათების გადაღების მიზნითო წაიშალაო. მეთქი ეს თუ წაიშალა, ეს რატო არ წაიშალა მეთქი აქ ეს ხალი. ეს რანაირად წაიშალა თუ ეს წაიშალა. მოკლედ, მანდაც ის სხვა საკითხია, მეგობრებო, ისიც არ ვიცი ხა რამდენმა გაიგეთ, რომ თამარ მეფეს ბეთანის ეკლესიაში ეს ხალი წაუშალეს, არ ვიცი რამდენმა გაიგეთ, მაგრამ რეალურად ძალიან დიდი რაღაც გააყალბეს იქ, რო იცოდეთ რა. ამასთან ერთად, როგორც ჩანს, ამ გურამის ამბავიც რა ხდება, ეხლა ნახეთ. ეს ბიჭი იყო როგორ მდგომარეობაში. ესე იგი, მივედით ბიჭი დადიოდა, აი როგორ იცი, აი ლანდივით რა. უცბად როდესაც თვალყურს გვადევნებდა რას ვაკეთებთ და დაპროგრამებული იყო რომ ვინც სურათს გადაღებას მოინდომებს არ გადააღებინოთ. იმიტომ რომ რახეთ, მე ამოვიღე ტელეფონი და უნდა გადამეღო. მოვიდა ეს ბიჭი და სურათის გადაღება აქ არ შეიძლება მეუბნებო, აი დაპროგრამებული ვიცი. მეუთხარი თავიდან შეუულებრივად რას გვი არ შეიძლება, რატო არ შეიძლება? არ შეიძლება გადაღება, გთხოვთ ჩადოთ ტელეფონი. არ შეიძლება, გთხოვთ ჩადოთ ტელეფონი. აი ეს მე გავწიე იქით რა. მეთქი რა შენი საქმე, მე გადავიღებ თუ არ გადავიღებ და აი აქ ამ დროს რომ დამიჭირა და დამამტრია ძვლებში ხელები, გავგიჟდი, მეთქი თქვენ ვერ ახართ. დავიწყე კივილი, დავიწყე ჭიდაობა. მოკლედ ვეჭიდავე როგორც ჩანს გურამის. და არა, რეაქცია ნული რეაქცია, ესე გაყინული ემოციებით. მე მოვიდა ის მღვდელი, აქ ჩემმა მეგობრებმაც დაწყნარდიო, რაღაცა აქ დამაწყნარეს, კი რაღაცამ გადავირიე, მეთქი სურათს არ მაღებინებთ. არაფერი არ ჩავთავ მეთქი ბლიც, რაც გააფუჭებს ფრესკას. ჩვეულებრივად არ შეიძლება გადაღება და საბოლოო ჯამში ხელები გამიშვა, როგორც იქნა ამ ბიჭმა. დავჯექი, დავწყნარდი. გამოვედით გარეთ მერე. დადიოდა ლანდივით. ისეთი გამწარებული ვიყავ, ვეკითხები ამის რაღაცას და ზის და ყვავილებს კრიფავს რა. ჩაკუზულია და ეს რაღაც ყვავილები არ იყო, რაღაცას კრიფავს რა. აშკარად რაღაცა ისეთ მდგომარეობაში გათიშულია ტიპი რა. ვეკითხები რაღაცას. ამოგხედა რა და მე მეკითხებით? არავინ არ არის იქ სხვა. ანუ რაღაცა აგონიაში, აი არ ვიცი რა სჭირდა. ანუ გიჟი არ იყო, რეალურად გიჟი არ იყო. ტიპი იყო გათიშული. უბრალოდ რაღაცის ზემოქმედების ქვეშ იყო. და ვეუბნები იქ ვყოფ ხალხს რა, რომ მეთქი ვერ არის თავის შკუაზე რა. აშკარად რაღაცას ჭირს, იმათმა შეამჩნიეს რომ რაღაცას ჭირს და აი ორივე ქალბატონი დამეთანხმება რომ ძალიან უცნაურად მოიჩვენათ ეს საკითხი. რა სჭირდა ამბიც ვერ გავიგეთ. არც ახელი გვითხრა, არც მორჩილი ვარ გვითხრა, არც ის ვარ, ვერაფერი ვერ გვითხრა საერთოდ ვინ არის. ხო და აი არ ვიცი რა, როგორც ჩანს ეს ბიჭი ყოფილა გურამი. და ეხლა ბეთანიის ეკლესიიდან გადაიყვანეს გურამი? ეხლა საბათ წოდებული? არა, არ გადაუყვანიათ, როგორც ჩანს ისევ იქ არის. გამოიკვლიეთ რა ეს საკითხი რა. არ ვიცი ეხლა რა ვქნა, არ ვიცი. ჩვენ ვიყავით კიდე ნოემბერშიც ვიყავით, ნოემბერშიც იქ იყო, ისევ ყვავილებს კრიფავდა ის ბიჭი. ხო და მერე 3 თვის მერე რო ვიყავით, მერე აღარ გვინახია ეს ბიჭი. სურათიც დავდე კი, აი ეს ბიჭია, ნახეთ მეგობრებო, ეხლა ვედაგიდებთ სურათს. აი ეს ბიჭია და აი ყვავილებს კრებს.
ყვავილებს კრებს, აი ესეთ მდგომარეობაში იყო. ეგ არის ნოემბერში გადაღებული სურათი და ეხლა გაჩვენებთ სექტემბერში გადაღებულ სურათს. ეს სექტემბერში გადაღებული სურათი. ესე აქაც ყვავილებს კრებს. ხედავთ ხო? აი ეს ბიჭი, აი. აი ეს სექტემბერშიც ყვავილებს კრებს. აქ ნოემბერში ყვავილები არ არის, მაგრამ კრეებს რაღაცას. ეს ნერვული ის არის მდგომარეობა. აქ კიდე მიდის იმასთან, მღვდელთან. ეს ბიჭი ვინ არის? გამოიკვლიონ რა. აი მღვდელთან მიდის. და რობოტივით დადიოდა. წადით მაგ აპარატით და ადგილზე მე ადგილზე რომ მივიდე იმას მე ვინ რამეს დამეტყვის? მე კი არა, მან უნდა დაადგეს მთელი პოლიცია, მაგრამ რა ვიცი, აბა ადვოკატი თუ მიაგნებს მაგ კვალს, ადვოკატს დავუკავშირე, ადვოკატი ეგრე ვერ მივა რა, ეს კიდე სხვა ბიუროკრატიული საკითხებია ხალხო, ადვოკატს ის უნდა საბაბი უნდა კონდეს ხელში, რომ ან დაადგეს თავზე, გესმის, გამოძიებიდან უნდა მიაგნოს კვალს და უკვე თავზე დაადგეს, მაგრამ ეხლა ჩემ ნალაპარაკებზე, აი ამ ბიოლოკაციით არავინ არ ახტება და დახტება მით უმეტეს ტარიელი. ნერვებს ამშვიდებს ეტყობა, ხო, გოგო, ისეთი საშინელი რა, ეხლა აი რომ ახსენდება, რას ვეჩხუბე იმ ბიჭს, რა შუაში იყო ის ბიჭი. თამარ დედას რომ ვკითხოთ რაიმე თანდაყოლილი ნიშანი თუ აქვს ტანზე გურამს, საქმე იმაშია რომ მე ვერაფერი ვერ დავიმახსოვრე ამ ბიჭის, მე ჩემს გასაჭირში ვიყავი. დედა რომ მივიდეს, მით უმეტეს დაუმალავენ. დედა რამდენჯერაც გინდა, იმდენ სტიხაროსანმა დაიბარა, ვიცნობ თქვენ შვილსო, საბაქვიაო და რომ მივიდა დედა, შიო მოითხოვა იმ სტიხაროსანმა, შიო რომ მოვიდა და დედამისი დაინახა, ამ სტიხაროსანზე თქვა, რომ ისო, რა ქვია, პირზე დაადგა სტიხაროსანი, რომ აიო, იმის დედა არისო, გურამისო, საბათრო არისო, მონათრულიო და შიო პირზე დაადგა, რომ ისო, გიჟიაო, ცოტა ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს ამ სტიხაროსანსო, დედამის უთხრა. ერთს, მეორეს და მესამე ჯერზეც. ანუ მეორე ჯერზეც ვიღაც სხვა სტიხაროსანი დაურეკა დედას და უთხრა, რომ მე ვიციო, თქვენი შვილი აქ არისო. ავიდა დედა, ნახა და იმაზეც თქვეს, რომ ესო სვავსო და ვერ არისო. ეს ორი სტიხაროსანი, ესე იგი ვერ არის და უკავშირდება სოფოს. მესამე საკითხზეც ზუსტად იგივენაირად. ხო და რა ვიცი ხა, დედამის უმალავენ, დედამისი ამბობს, რომ მივალ და ვეუბნებიო, იწყებენო მესიჯობანასო, აი ესე გაშეშთებიანო მესიჯს სანამ არ მიწერენო, მანამდე არ მცემენ პასუხსო. რო ვეკითხებიო, რას წერთო, მითხარითო, მეცო, არ მცემენ პასუხსო. აი ხლა ეს თუ ფაქტი არ არის, აბა სხვა რა არის, ახლა ვერ გავიგეთ რა ხალხო რა. სოფო ბიბილაშვილი ხო, ისევ შენადი თამარ და უფრო ხარისხიანი ფოტოები გადაუღე, დაეხმარები. მე რო ავიდე, მე მიცნობს სრულიად მთელი საპატრიარქო მიცნობს. მე რო ავიდე, ეგრევე დამალავენ. ეხლა ამ საკითხებს ყველა ადევნებს ყურს ჩემთან. მე რას ვაჟღერებ. რამდენიმე ტროლი უკვე შემომიგზავნეს და ეცადნენ ჩემს სახელის გაფუჭებას, მაგრამ ნურას უკაცრავად რა, ბოდიშით რა, დაგაგვიანდათ. მალავენ, რა თქმა უნდა, მალავენ, იმიტომ რომ ეხლა ეგ რო გამოსკდეს, ხო მთელი საპატრიარქო შერცხვა და გამოსკდა რაშიც არის საქმე და ვაფშე ყველა მოიძებნება, ყველა დაკარგული პირი მოიძებნება მე მან ბერებთან.
ქალბატონო თამარ მაწუხებს აგრეთვე ბათუმელი ბიჭი ალექსანდრეს ბედი ნახეთ აბა თუ არის ცოცხალი ალექსანდრე თქვენი ნათესავია ალექსანდრეზე შემიძლია კითხვა დავსვა შემიძლია დაკარგულია ბათუმში ალექსანდრე ბათუმში დაკარგული ბიჭი ცოცხალია ფიზიკურად ნაწილობრივ ცოცხალი ნიშნავს იმას, რომ ბერად არის აღწაცილი ისიც. კი, ცოცხალია ფიზიკურად. შეიძლება ტრამვა მიიღო იმ ღამით და არ ახსოვს ვინ არის და შეიძლება არც მოძღვარმა არ იცის ვინ. როგორ რას ქვია არ ახსოვს ვინ არის. იქ აბავდნენ და ეუბნება ის მღვდელი რომ ისო დადეთავი მან დადეო. დადეო. ანუ რაღაცაზე აბავდნენ ბიჭს რა. რა ტრამვა მიიღო ხალხო წაიყვანეს ბიჭი ჩააბარეს მონასტერში. გაჩერდით რა რეებს ლაპარაკობთ ახლა არსად ლომისობაზე ისინი არ ყოფილან იქ მაღლა ასული შეიძლება ტრამვა მიიღო იმ ღამით ანუ არ დაკარგულა ეს ბავშვი ხალხო არ დაკარგულა არც წყეში არც ღრეში ქალბატონო თამარ მაწუხებს აგრეთვე აუცილებლად გადაუმალავენ და შეიძლება საერთოდ გააქრონ არა ვერ გააქრობენ შანსი არა აქვს მაგათ რომ გააქრონ იცით რა ნახევარმა საპატრიარქომ ხო იცის ეს საკითხი ნახევარმა საპატრიარქომ არ იცის ეს საკითხი ნახევარი საპატრიარქო თუ ამ საკითხზე გაჩუმდა დედას ბიცა ვარ აი პირდაპირ გეუბნებით რა ზეციერი სამყარო ისე განრისხდება ამაზე რომ სრულიად გაანადგურებს ქართული იმ ეკლესიას რაც თუ ეს ამ საკითხზე თვალი დახუჭეს იმ ბერებმა და მღვდლებმა რომელიც მართლა ქრისტეს ემსახურებიან და ქრისტეს სახელით მსახურობენ და გონიათ რომ ქრისტეს სახელით მსახურობენ ამაზე თუ თვალი დახუჭეს დედას ვიწავარ ზეციური სამყარო მაგათ სრულიად გააქრობს რა მართლა გეუბნებით ახლა მე არ ტყუი ვარ ეხლა რაც ვთქვი ეგრე მოხდება ხო ნამდვილად გააქრობს ზეციური სამყარო იმ ხალხს ვინც ხმას არ ამოიღებს ეკლესიიდან ამ საკითხზე ნაწილობრივ ყველას კი ვინც გასაქრობია იმას გააქრობს თამარ უფალმა მიგიყვანა ეს რომ თამარმა უფალმა მიგიყვანს ეს რომ გამოაშკარავებული იყოს შემთხვევით არაფერი ხდება მე საერთოდ უფალს ყველგან ისე დავყავა რომ იქ შველა სჭირდება იქ რაღაცა გასაკეთებელი იქის და აი ესე ახლა როგორ ჩანს ახლა 2 წლის მერე ვიგებ რატომაც ვიყავ იმ ბეთანიაში ასული თურმე ქალბატონო თამარ მაწუხებს აგრეთვე ბათუმელი ბიჭის ალექსანდრეს ხო წავიკით აუცილებლად გადაუმალავენ და ვერ გადამალავენ შანსი არა აქვს გამოჩდება თქვა ბიოლოგაციამ გამოჩდება აუცილებლად გადაუმალავენ ვერ გადამალავენ ყველას მოეკითხება კი თქვენ გაიხარეთ არ დანებდეთ ჩემო საყვარელო მამიდა ყველაფერია ღირსებიც იქნებიან და გვიანდელიცაა მათი გაქრობა დაგვიანებულიცაა მათი გაქრობა იცით რა არის მეგობრებო ბოლო ჟამია რა აი ბერებო გაიგეთ მღვდლებო გაიგეთ ბოლო ჟამია თქვენ ხო იცით მე ვინც ვარ გიჭირთ ამის აღიარება ხო იცით ვინც ვარ არა ხო გაიგეთ ვინც ვარ ხო და არ შენ თქვენ იცით კარგად მე რა შედავს ბოლო ფიზიკური სხეული დაკარგოთ. სულიერად რომ დაიკარგებით, ხომ ხვდებით მაგას არა. და იმის გეშინიათ რომ ეს ქალი თავისი მასონური სამყაროთი რამეს გიზავთ, ვერაფერს ვერ გიზავთ. შორენა თეთროშვილი უკვე ტრუპია, ხო? შორენა თეთროშვილი მკვდარია უკვე. წაგებულია. რის ეგეშინიათ შორენა თეთროშვილი აგერ სიტყვით დავამარცხე ერთმა ქალმა. და ამდენი ხანი ლოცულობ და ღმერთთან კავშირში ხარ და ვერ შეძელით დავიჯერო ერთი ის რო გელოცათ რომ შორენა თეთრუაშვილი მოაშორე აქედან ღმერთო მხოლოდ ერთი სიტყვის გამოთქვა გჭირდებოდათ მეტი კი არა ხალხო რა დაგემართათ ხალხო
შორენა თეთრუაშვილმა ძალა დაკარგა უკვე. ნაწილობრივ არა. შორენა თეთრუაშვილმა ჩემთან ძალა დაკარგა. ჩემს წინააღმდეგ ძალა დაკარგა. უх როგორ უჭირს, ხო, თანდათან კარგავს ძალას. მე მაგას ვუტირებ სეის. მოიცადოს მაგან. ყველაფერი უკვე რომ მიუტრიალდება, რაც შემზე განახორციელა და რა ჯადოქრობებით შემზე განახორციელა, რა ჯადოქრობებით შემს ოჯახზე განახორციელა ამ ბოლო დღეებში, რა ჯადოქრობებსაც ეგ ჩადის შემს წინააღმდეგ. მაგას მიუტრიალეს ასმაგად და თხლიშოს პირდაპირ სახეში თავისი გველის წიწილებიანა გაიყოლოს უკან რა. ამინ ამინ თქო იესო ქრისტე. ხოდა მე მოვხსნი მაგ ჯადოებს, ყველას მოგიხსნით ჯადოებს. ბერებო თქვენ და მღვდლებო თქვენ უგიშინიათ. მოგიხსნით ყველას შორენას ჯადოს. მაქვს მაგის ძალა? ხომ დაინახეთ რომ მაქვს მაგის ძალა. ხო და ნუ გეშინიათ ბერებო, მე თქვენთან ვარ. მღვდლებო, თქვენთან ვარ. აგერ მთელი სიდონი. ხო და სიდონი გიხსნით სინოდს, რა ვქნათ ახლა ძმები ვართ, რა ვქნათ და დები ვართ. უნდა გიხსნათ, თორე აბა თქვენ ვერ იხსენით თქვენი თავები. აბა ჩემო სიდონებო, ყველამ დავრაზმოთ ქართულ ანბანში განვიხილოთ რა უნდა გავაკეთოთ რომ შორენა თეთრუაშვილი აქედან ჰაი ჰური წავიდეს დავის ჰურიათასთან მფლობელოში ხო ჰურიასტანში ხო და მაგარია შორენის თეთრუაშვილს სიდონების ეშინია რა ნაწილობრივ სრულიად გეშინოდეს შორენა მოიწვე რა გიქნათ ან დანებდები ან კიდე დაგანებებინებთ თავისი ხო მეგობრო ყველაფერი კარგად არის გურამის ნახავენ შორენას მოვიშორებთ ბერები გათავისუფლებიან მღვდლები გათავისუფლებიან მკვდრები აღსდგებიან და თხადამგელი ერთად მოძოვს როგორც ვეფხისტყაოსანი სრულდება ასე აბა კარგად იყავით მეგობრებო კარგი იმედებით მშვენიერია კარგია შორენა თუ არ მოვა გონს მიუწვენ ილია მეორეს გვერდში მიუწვება მე რას მიუწვენ თავის თავს მიუწვენს როგორც ილიამ თავის თავი ჩადო კუბოში ისე შორენა ჩადებს თავის თავს კუბოში მე სხვა არაფერს არ გისურვებ შორენა გისურვებ მხოლოდ გონს მოსვლას გონზე მოსვლას მაგრამ როგორც ჩანს შენ გონზე მოსვლა არ გინდა ხო და რა ვიცი შეიძლება Hello. აბა კარგად, გაგოცეთ. ბერებო, თქვენ შეგიძლიათ ილოცოთ, რომ შორენა თეთრუაშვილის ჯადოქრობისგან ღმერთმა გიხსნათ. ერთადერთი ეგ მაინც შეგიძლიათ გააკეთოთ, კაცო, სხვანაირად ეხლა რა ვიცი, ამდენი ხანი ილიაზე გალოცვინებდათ და ილია იყო მაგის ჯადოებული და ეხლა ესე მაინც ილოცეთ, რომ შორენა თეთრუაშვილის ჯადოქრობისგან მიხსენიო, ღმერთო შენ მიხსენიო და აგერ ნახავთ თუ მალე არ მოგვარდეს ამ ქვეყანაზე ყველაფერი. ნახავთ. კარგად. შიო შენც ილოცე. თორე ილია მეორის ბედი გელი შენ ეგ შენი სიტყვები არ იყო ეგ შორენამ გათქვევინა. ილიას ბედი უნდა გავიზიარო. ილიას რა ბედი ქონდა თუ კაცი გწამს თუ ღმერთი გწამს. ეგ როგორ უნდა უსურო შენ თავს. კაით რა ხალხო. Wake up. კაი ღვიჩენს. სიდონებო, აბა დღეს განვიხილოთ ეგ თემა სიდონში, რა ხდება იქ ჩავიხედოთ ანბანში, ლაზარეში. აბა კარგად.